რაც ძალიან მნიშვნელოვანი აღნიშნეთ, რომ თანამედროვე სამყაროში სხვა მექანიზმებით იბრძვის, მაგალითად იგივე პროპაგანდისტულ რეჟიმზე, როდესაც ვლაპარაკობთ და ეს მექანიზმი თუნდაც ის, როდესაც ვლაპარაკობთ იქით ამხარე, რომელიც არ თანაუგრძნობს პროტესტს, რაღაცა მოსაზრებებს როდესაც გამოხატავს, ეს მოსაზრებები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავმიჯნოთ რეალურად არსებობს თუ ვირტუალურ სივრცეში შექმნილი ილუზია არის. იმიტომ რომ ხშირად პროპაგანდა იყენებს ვირტუალურ სივრცეში სიმრავლეს, როგორც ანუ ბევრი მოსაზრების გამოთქმით ქმნის ილუზიას, რომ მეორე მხარეს ძალიან დიდი რაოდენობა დგას ადამიანების. რეალურად ბოლო პერიოდში ჩატარებულ კვლევებს თუ შევხედავთ, პროტესტის თანამგრძნობის 60%-ზე მეტია, ვიდრე მოწინააღმდეგე, ხო? ამიტომ აი ეს რეალურად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ჩვენ გვაქვს და გვირთულებს საქმეს დღეს არის ის, რომ თანამედროვე სამყაროში ჩვენ ვრეაგირებთ ვირტუალურ რეალობაზე და არა ფიზიკურ რეალობაზე. არ ვიცი თუ გახსოვთ ბოლოს როდის გაიღვიძეთ ისე რომ ტელეფონი არ აგესკროლოთ, ხო? ანუ ვიწყებთ ამით დღეს და ამაში ვაგრძელებთ მთლიანად არსებობას და როგორც წესი ვირტუალურ სივრცეში ფაქტებთან არა, ფაქტების შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებთან გვაქვს შეხება და შესაბამისად ძალიან რთულია რომ ობიექტურობა შეინარჩუნო. ამიტომ როცა ვლაპარაკობ თუნდაც ამ მხარეებზე, მე უკვე ამ ეტაპისთვის არ დავიწყებდი იმ ადამიანების, ასე ვთქვათ, მომხრობაზე ფიქრს და დარდს, რომლებიც დარჩნენ იქით მხარეს და არ დავექვემდებარებოდი ვირტუალურ სივრცეში შექმნილ ამ შთაბეჭდილებას თითქოს ბევრი არიან, უფრო ვიზრუნებდი იმაზე, რომ პროპაგანდა არა მხოლოდ მისი მომხრეების აზრის ფორმირებაზე მოქმედებს, ასევე ჩვენი მომხრეების დემორალიზებაზე, ნიჰილიზმის დათესვაზე და ასე შემდეგ. პროპაგანდის მიზანი ესეც არის, ამიტომ მე მგონია, რომ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა ერთმანეთის გამხნევება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენს საპირისპირო მხარეს ყოფი ადამიანების გადმობირება. და ერთმანეთის გამხნევებას რაც შეეხება, ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რაც გუშინ ჩვენ ვიცით, რომ წინააღმდეგობას ბევრი ფორმა აქვს და ერთ-ერთი ფორმა არის ის სიმბოლური ფორმა, რაც ყოველ დღე ქუჩაში ხდება და ორი ადგილი გვაქვს ასეთი, ერთი საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ შენობასთან და მეორე რუსთაველზე. გუშინ საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყო ეს რაღაცა საჯარო მსჯელობა იმის შესახებ, რამე უნდა შეიცვალოს თუ არა და თუ შეიცვალოს, როგორ უნდა შეიცვალოს. მე მგონია, რომ ეს ძალიან ჯანსაღი დასაწყისი. პროტესტის ფორმებზე იყო საუბარი წინააღმდეგობის. და ეს არის ერთ-ერთი იქ რომ მოგესმინათ რეალურად დაინახავდით იმ მექანიზმებს, რაც აი მაგალითად როცა კვლევებს ვეყრდნობით, ჩვენ ძირითადად ვლაპარაკობთ საშუალო სტატისტიკურ ადამიანზე და საშუალო სტატისტიკური ადამიანის ქცევაზე. ახლა რაც არ უნდა ვთქვა, ეს არ იქნება პერსონალიზებული იმ კონკრეტულ ადამიანებზე, ვინც ამ პროტესტში მონაწილეობენ, ხო? ამიტომ თუმცა ის მოსაზრებები, რაც გუშინ გაჟღერდა, შესაბამისობაში არის ამ ინფორმაციასთან, რასაც ვიღებთ. მაგალითად ის, რომ როდესაც ხანგრძლივად იწელება ეს სტრესული თუ რაღაცა რთული სიტუაცია, რომლის ბოლოც არ დგება, ასეთ შემთხვევაში ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს ეუფლება უმწეობის განცდა, იმიტომ რომ შენ ახორციელებ ქცევას და ამ ქცევას შედეგი არ მოყვება. ამიტომ ადამიანების ნაწილი, სადღაც 2/3, ზოგიერთი კვლევის მიხედვით, კლასიკური კვლევის მიხედვით, 2/3 უბრალოდ წყვეტს მცდელობას, 1/3, რომელიც დღემდე აქტიურად არის ჩართული ამ წინააღმდეგობაში, თუნდაც სიმბოლურ წინააღმდეგობაში, აგრძელებს მიუხედავად იმისა, რომ აი ეს დიდი შედეგი, რაც ჩვენ გვინდა რომ დადგეს, დღეს და ხვალ შეიძლება არ დადგეს. ამიტომ ჩვენ შემოსვლამდე ვლაპარაკობდით და ამას პრინციპში ფსიქოლოგიაში არსებული კვლევებიც უჭერს მხარს, რომ იმისთვის რომ შევინარჩუნოთ წინააღმდეგობა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ამ დიდ მიზანზე არ ვიყოთ ფოკუსირებული და ჩავშალოთ ცალკეულ აქტივობებად. ან თითოეულ აქტივობას, თითოეულ პროტესტს, მაგალითად როგორც 9 აპრილის შემთხვევაში იყო, ჰქონდა კონკრეტული მიზანი და ამ მიზნის მიღწევა განიცდებოდა როგორც შედეგი, როგორც გამარჯვება და ეს არის ძალისხმევის გაორმაგების საფუძველი, როგორც წესი, ამას აჩვენებს კვლევა. დასწავლილ უმწეობაზე რო ვლაპარაკობთ, რეალურად ეს არ არის დასწავლილი. ბოლო 20 წლიანი კვლევის შედეგად იგივე ავტორები, ვინც თავიდან ამ ცნებაზე ვლაპარაკობდნენ, იმ დასკვნამდე მიდიან, რომ ერთადერთი რისი დასწავლად შეგვიძლია არის კონტროლის საკუთარ თავზე აღება, შედეგის დანახვა და ამ შედეგის დანახვის შემდეგ ძალისხმევის გაორმაგება. აი ეს არის რეალური სურათი. თუ ჩვენ ვიქნებით ფოკუსირებული ისეთ შედეგზე, რომელიც არ ვიცი, რამდენიმე თვეში ან რა ვიცი, ერთ წელში მაგალითად დადგება,
და ამ ხანგრძლივი მიზნის მისაღწევად ყოველდღე რაღაც ნაბიჯები უნდა გადავდგათ, ისე რომ კონკრეტული შედეგები არ დავინახოთ, ეს ბუნებრივად გამოიწვევს იმას, რომ ადამიანებს უიმედობის განცდა, სოციალური ურთიერთობებისგან თავის არიდებაც კი შეიძლება იყოს. მე, როდესაც პროტესტის ისეთ მონაწილეებს ვესაუბრები, რომლებიც ადრე აქტიურად იყვნენ და ახლა აღარ არიან, მათგან შეიძლება ისეთი ფრაზები მოისმინოთ, რომ უკვე კვირაში ერთხელ შეიძლება გავიდე რუსთაველზე, მაგრამ გასვლაც მერიდება იმ ხალხთან მისვლა მერიდება, იმიტომ რომ მგონია რომ გამსჭიან. შეიძლება არავინ არ გააკრიტიკოს, მაგრამ აი ეს მოლოდინი, რომ მე შეიძლება რაღაცა ისეთს არ ვაკეთებ, რასაც ჩემგან ელიან და ამის გამო თავს დამნაშავედ უგრძნობ, ეს კიდევ უფრო მეტად ართულებს ამ ადამიანების მობრუნებას. ამიტომ რო შევაჯამო ჩემი ეს დიდი რაღაცა რო შევაჯამო, მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვფოკუსირდეთ ჩვენი მომხრეების გაძლიერებაზე და ამ გაძლიერებისთვის ერთ-ერთი მექანიზმი არის, რომ კონკრეტული მიზნები დავსახოთ დიდი მიზნისკენ მიმავალ გზაზე, რომელსაც კონკრეტული შედეგი ექნება და ამ შედეგის მიღწევით მოვახერხებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა ჩავდოთ შემდეგი ნაბიჯის. გეთანხმებით, ნატია, ძალიან საინტერესო იყო, რაზეც ისაუბრეთ.